პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. მაგრამ ეს ახლა აფერი გემრიელია თუ მე ვარ დამეტანი მშიერი. ჭამ იმიტომ რომ სუმშია თუ ჭამ იმიტომ რომ მეჭმევინება. სიმსივნის გამოწვევაც კი შეუძლია არასწორ საკვების მიღებას. დაავადებების მეტი წილი მოდის ღარიბ სეგმენტზე. რამდენად მოქმედებს ჰორმონები ჩვენს ქცევაზე? ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შენ სულ ჭამ, არის შემოქმედებითი კრიზისი და უსიყვარულობა. ბოლო დროს არის ძალიან გახშირებული როგორც პანიკური შეტევები, ასევე შფოთვითი აშლილობები, დეპრესიები. AI ვერ შეცვლის ექიმს. AI-ის დიდი ცოდნა აქვს, მაგრამ თავარ პასუხისმგებლობა არ აქვს მას. საკმაოდ ძვირი ღირს D ვიტამინის ანალიზი და ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გადაიმოწმოს. ჩვენ არ ვისწავლეთ თუ ვერ ვისწავლეთ ჯანმრთელობის ფენომენი. სანამ იქნება ქვეყანაში სიღარიბე, ჩვენ კვების კულტურას ვერ დავარეგულირებთ. ძალიან საინტერესოა. შენ ცხოვრობ ისე როგორც მეტყველებ. აი რა სიტყვებსაც იყენებ, ისეთია შენი ფიქრები და რა ფიქრებიც გაქვს, ისე არის შენი ნერვული სისტემა აწყობილი. თქვენი კვებით რაციონსაც რომ მოგიყვეთ? საჩიტანანდა პარაბრაჰმა პურუშო ნამაჰ პარამატმან. გადაცემა EasyPlate-ის სპონსორია ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზია მეტრომარტი. გადაცემის სპონსორია სპარი. ერთად უკეთესია. გადაცემის სპონსორია ფინო. ფინო, როცა სახლში სიმყუდროვეა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია, რაც ნიშნავს, რომ EasyPlate არის ეთერში. და ჩვენ დღეს გვყავს საოცარი სტუმარი, ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი, დეა ყოლბაე, რომელიც არის მეცნიერების პოპულარიზატორი, პროფესიით პათოლოგ-ანატომი და აი ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ხანია მინდოდა დეა რომ ყოფილიყო სტუმარი. არც ერთი მისი ლექცია არ მოს გაცდენილი, ონლაინ იქნება თუ ეს ოფლაინ და იმდენი პირადი კითხვა მაქვს დაგროვილი, რომ აი მე მგონი ვერ გაგიშვებთ აქედან დიდი ხნის განმავლობაში და ნუცასაც ვიცი, რომ ძალიან ბევრი კითხვები აქვს, ხო? კი, და თან უგემრიელესი ჩესკეიკი უნდა მომამზადო. ალბათ გიყვართ ჩესკეიკი, ძალიან ვიხარია, იმიტომ რომ უგემრიელესი რეცეპტი მაქვს ლაიმის ცედრით და ყველა საჭირო ინგრედიენტები მოვიმარაგეთ სპარში. სპარი არის ჩვენი სპონსორი, თანაც არის ევროპული ბრენდი და ძალიან მიყვარს. მოვიმარაგეთ ყველა საჭირო ინგრედიენტები, მათთან არის თანაც იმპორტირებული ევროპული პროდუქცია, ექსკლუზიური ბრენდები და თან ძალიან კომფორტულია მათთან შოპინგი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩესკეიკში კრემყველი და კარაქი, ხო, ნუცა? და საინტერესო. და ეხლა და მოგვიმზადო. კი, დაგტოვებთ მაშინ მე. რამოდენიმე კითხვაში შენ დაუსვი, მე მომიყევი რას. აუცილებლად. თან თალკე გადაცემასაც ხო უყურებ და ყველა ამ კითხვას მოისმენ კიდე. კი, გავიქეცმე და დავბრუნდები ჩესკეიკით. გელოდებით. დეა ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ და ჩვენი გადაცემა ასე თუ ისე კვების გარშემო ტრიალებს და ეს ის თემა ალბათ რომელიც ყველას აინტერესებს თან მით უმეტეს მეცნიერის თვალით რამდენად მოქმედებს კვება და სწორი კვება ადამიანის ცხოვრებაზე და რამდენად სწორი კვება რომელსაც ჩვენ ვეძახით არის სწორი როგორც ექიმის პოზიციიდან და მეცნიერის პოზიციიდან გვაინტერესებს. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ასეთი ტკბილის მასპინძლობისთვის, ქათინაურებისთვის, სიყვარულისთვის, სიტყვისთვის. სიყვარული გულწრფელია ძალიან. დიდი მადლობა აი საოცარი განწყობისთვის, რაც აქ სუფევს და პასუხი კითხვაზე. ჩვენ ამ ქვეყნად მოვედით შეხებისთვის. და შეხების ერთ-ერთი ფორმა გარდა მზერით, სმენით, სხეულით, მოგონებით თუ ოცნებით, რა თქმა უნდა, მთავარი შეხებათაგანი ეს არის საკვები. და ევოლუციის პროცესში პირველი რაც განვითარდა ეს იყო ჭამა. ნადირობა, თანთქმა. ერთუჯრედიანი უპირველეს ყოვლისა ეს არის მტაცებელი. პირველი ჩამოყალიბდა საჭვლის მომნელებელი სისტემა და ამას მიყვა და აეწყო ყველა სხვა დანარჩენი, ხო. შიმშილი არის მომძრაობელი ძალა, ფიზიკური შიმშილი და მთელი ცხოვრება, კაცობრიობა იბრძვის რომ როგორმე გადაურჩეს შიმშილს, როგორმე დაიკმაყოფილოს შიმშილს, საჭმლის ძიება.
აი იგივე ხალხთა დიდი მიგრაცია ყველა ეპოქაში, ადრეული თუ გვიანი ბრინჯაო, თუ ქვის ხანა, თუ პრეისტორიული ხანა, ან რკინის ხანა, ხო? აი რაც იყო ეს მიგრაციები, დაპყრობითი ომები, თავისი გამორჩეული სისასტიკე. რატომ? იმიტომ რომ იცვლებოდა ეკოლოგია, იცვლებოდა ლანდშაფტი, მიწა აღარ აგვაძლევდა მოსავალს, მდინარეები იცვლიდა კალაპოტს და შესაბამისად ხალხი გაურბოდა შიმშილს და სიცივეს. ეს იყო ბრძოლა, რომ როგორმე შიმშილით არ, ხო? აი მაგალითად კვება, საკვები. ახლა ჩვენ ნოციკო მოგვართმევს გემრიელეს ჩიზკეიქს, ხო? და რა არის ეს? ნახეთ, აი შრე არის, ესე იგი, რძის პროდუქტი, როგორც თქვენ ბრძანეთ, ხო? ესე იგი, კარაქია, ყველია და ეს არის გახვეული ესე ცომში, ფხვიერ გემრიელ ცომში. და ამ ჩიზკეიქს ექნება თავისი გენეტიკა. ამას თავისი ქრომოსომული ნაკრები აქვს, ამ ნამცხვარს. ამ ნამცხვარს გენეტიკა აქვს. აი ეს 80% რაც არის რძე, კარაქი, ეს არის ძროხის გენები. და ის რაც ქვევით არის, ეს არის ხორბლის გენები. აი ამ რძეში და კარაქში და ყველში არის აი ის უჯრედები, რომელიც მოწვევის დროს ძროხის ჯირკვლოვანი ეპითელიუმიდან ჩამოიფცქნა და გამოყვა. და ამავდროულად აქ არის ლეიკოციტები და ამ უჯრედების ბირთვებში შენახული ქრომოსომებიც კი გვხვდება. ანუ ჩვენ ამ ჩიზკეიქიდან მივირთმევთ ძროხის ქრომოსომებს, გენები, ინფორმაცია შემოდის. ეს მხოლოდ ღეჭვა, ჭამა, მონელება და სხეულის შევსება ნივთიერებებით არ არის. ეს კიდევ ინფორმაციის მიმოცვლა. დიახ, ჩვენი სხეული არის ის, რასაც ჩვენ ვჭამთ. და ტვინისგან განსხვავებით კუჭს აქვს საინტერესო თავისებურება. თუ ეს რაღაც არ ვარგა, თუ ეს არის ძველი, თუ ეს არის გაფუჭებული, თუ ეს შენ გვნებს, როგორც წესი, ის იწყებს ეგრეთ წოდებულ ფენომენს რეგურგიტაციას და ის ესე იგი პირსაქმებით ამოიღებს ამას, რაც შენ ესე გვნებს. წესით და რიგით ასე ხდება ხოლმე ტვინისგან განსხვავებით. დიახ, ჩვენი სხეული ამ ნივთიერებებისაგან შესდგება, მაგრამ თქვენ რომ მე ახლა ჩიზკეიქით გამიმასპინძლდებით და მე ვიტყვი რომ ვაუ, რა გემრიელია. აუცილებლად მე ხომ დარწმუნებული ვარ. ეს იმიტომ რომ ეს ჩიზკეიქი თავისთავად ნომინალურად გემრიელია, თუ მე მშია იმდენად, რომ ძალიან გემრიელად მომეჩვენა. ხომ ორივე ვერსია დასაშვებია. და აი აქ ახლა ცოტა ჩემ იმპროვიზაციასაც დავძენ. მე თუ ძალიან მშია, ეს ნიშნავს იმას, რომ მე სიცხში დამიქვეითდა გლუკოზა, შაქარი, პირველ რიგში. აი ამ შაქრის სიმცირეს აღიქვამს კუჭის ფუძეში არსებული სპეციფიკური უჯრედები, რომლებსაც ქვიათ D უჯრედები. ეს D უჯრედები წარმოქმნიან ამის საპასუხოდ, როგორც კი იგრძნობენ, რომ შემცირდა გლუკოზა, გამოყოფენ ნივთიერება გრელინს. ეს გრელინი ადგილობრივად კუჭში მარილმჟავას წარმოქმნას გააძლიერებს, რომ დახვდეს საჭმელს მოსალოდნელი, იმიტომ რომ მე დავიწყებ ახლა სირბილს, აბა რა ვიცმუცნო, ხო, რაღაცა უნდა ვიპოვო. და იმისათვის, რომ მე ეს მოქმედება განვახორციელო, რომ ავდგე, წავიდე და საკვები მოვიპოვო, მე მჭირდება ბევრი ნივთიერება, მათ შორის დოფამინი. ამიტომ ეს გრელინი გადმოდის რა სისხლში, მოიტანება თავის თვიში, გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და იქ თქვენი მოწოდებული diencefaluni, ანუ შუამდე ტვინია და ამხვედრი მასპინძელი მოვიდა სეტყვა დახვდა ქვა და იქ ნერვული უჯრედების ზედაპირზე რეცეპტორებზე იმოქმედებს ჩვენი გრელინი და ერთის მხრივ იმოქმედებს ამავდროულად დოფამინის გამოყოფაზე და წამოვა დოფამინდეს ერხო ექშენი და დრაევი, ხო? მე ხა ავდგები ოპა ვეძებ ხა მასი ვარს გამოვაღებ მე იქ არ არის მე ჩავალ მაღაზიაში ყველაფერს დავტოვებ იმას. პარალელურად ჩვენი გრელინი იმოქმედებს აი ამ ჰიპოთალამუსის არკვატული ბირთვის ნერვულ უჯრედებზე და იქ ამუშავებს ასეთ მითიურ ლეგენდარულ ნივთიერებას ნეიროპეპტიდ Y-ს. ეს მითიური ეს უკვე რეალურად ქცეული ლეგენდა ნეიროპეპტიდ Y, რომელიც გახლავთ სწორედ უშუალოდ შიმშილის რეალიზატორი. ესე იგი გრილინმა მომაშია მე. ხომ ასე? კი. და იმისათვის რომ მე ეს შიმშილი დავიკმაყოფილო, პარალელურად ჩამერთო დოფამინი. მაგრამ ამასობაში მოვიპოვე მე, აი სადაცაა ჩიზკეიქიც მოვა და გიახლები ჩიზკეიქს და ვიტყვი
ღმერთო რა კარგია. ოჰო, რა გემრიელია და მე ესე ხალხურად გავაცხადებ ეს ცნობილი მოარული. მაგრამ ეს ახლა აფერი გემრიელია თუ მე ვარ დამეტანი მშიერი. რა საოცარი ბიოქიმიური ჭეშმარიტებაა ამაში, იცით? რაც უფრო დიდი ხანია მშია, ესე იგი მით მეტია გრილინი. და ესე იგი მით მეტია დოფამინი. და მესამე მთავარი ინგრედიენტი. ეს არის ანანდამიდ. 90-იან წლებში აღმოაჩინეს მეცნიერებმა ეს საოცარი ნივთიერება, რომელიც არის ჩვენს ორგანოში ენდოკანაბინოიდური სისტემის მთავარი მოქმედი გმირი. აი კანაბისი. ხო? კანაბისის ნივთიერებები ჩვენზე მოქმედებს, იმიტომ რომ ჩვენ მისი აღქველი რეცეპტორები გვქონია. და ეს რეცეპტორები არის თავის ტვინზე იმუნოკომპეტენტური. აი ეს ჩვენს ორგანიზმში რომ წარმოიქმნება ანანდამიდი, გრელინის გავლენით იწვევს ნეტარების შეგრძნებას. ანანდა სანსკრიტულად ნიშნავს ნეტარებას. ესეთი ისიც არის წინადადება მაგიური ძალის სატ ჩიტ ანანდა. სატ ნიშნავს ყოფნა, ჩიტ მეცნიერება, ინტელექტი, ცოდნა, გაცნობიერება და ანანდა ნიშნავს ნეტარება. საჩიტანანდა პარაბრაჰმა პურუშო ნამაჰ პარამატმან. და აი ეს ანანდამიდი არის ის, რაც იწვევს ღმერთო ჩემო რა კარგია. ნახეთ, რაც უფრო გშია, მაღალია გრილინი, მაღალია დოფამინი, მაღალია ანანდამიდი და შეგრძნება ესთეტიური სიამოვნების არის უფრო გამოხატული. ეს ნორმაა. ეს არის ჯაჭვი ბიოქიმიური, რომელიც ჩვენს ქცევას განსაზღვრავს. თუ აი აქედან რომელიმე რგოლი დაზიანდა, ვითარდება მაგალითად ბულიმია, მაგალითად ანორექსია, მაგალითად კვებითი აშლილობა კომპულსიური შეტევების სახით. აი ბულიმიის დროს მაგალითად სულ ვჭამ, იმიტომ რომ სულ მშია. მაშინ როდესაც კომპულსიური, ანუ აკვიატებული განმეორებადი ეს მოთხოვნილება მაქვს რომ სულ ვჭამო, მე სულ არ ვჭამ, იმიტომ რომ მშია. ბულიმიის დროს იმიტომ რომ მშია. და კომპულსიის დროს იმიტომ რომ სულ ვჭამა მინდა. ეს სხვადასხვა რამ არის. და როდის მინდა სულ ჭამა ძალიან ხშირად როცა ვშფოთავ. ამრიგად ეს ექსკურსი დამჭირდა ქალბატონინა იმისთვის რომ საჭმელი ჭამა მირთმევა სადილი ვახშამ ეს მხოლოდ საჭმელი კი არ არის ეს ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობაც ყოფილა. ამიტომ თუ ეს ანანდამიდი კარგად გამოიყოფა, შენ მცირედზეც დაკმაყოფილდები, მაგრამ თუ არ გამოიყოფა, რაც არ უნდა მიირთვა, მაინც დაუკმაყოფილებელი იქნები. ძალიან საინტერესოა. ახლა დავიწყოთ ჩიზკეიკის მზადება. ყველა საჭირო ინგრედიენტი მოვიმარაგეთ სპარში. დაგჭირდება ორცხობილები ბაზისთვის და ასევე კარაქი. ეს არის amour de Paris. ეს კარაქი არის ექსკლუზიურად მხოლოდ სპარში და დავტესტავთ დღეს. მე მგონი ძალიან კარგი სურნელი აქვს. ძალიან მიყვარს კარაქი. უნდა გავატნოთ და ასევე უნდა დავაჩოპეროთ ან დავაქუცმაცოთ ორცხობილები. მე მაქვს ასეთი ჯამი და ასეთი დასაქუცმაცებელი, რომელიც დაგვეხმარება, რომ დავაქუცმაცოთ ეს ორცხობილები. გვაქვს 20 სანტიმეტრიანი ყალიბი და ამ ყალიბში უნდა გამოვაცხოთ ჩვენი ჩიზკეიკი. ორცხობილა დაგჭირდება დაახლოებით 200 გრამი. ეხლა უნდა გავატნო კარაქი. ავიღოთ კარაქი, დაახლოებით 100 გრამი დაგჭირდება, რომელიც უნდა გავატნოთ ან მიკროტალღურში, ან ტაფაზე, ან ქვაბში. ზუსტად ნახევარი დაგჭირდება. კარაქი და ორცხობილა შევურიოთ ერთმანეთს და კარგად გადავურიოთ. ახლა კი გადავიტანოთ ჩვენს ყალიბში. ჩიზკეიკის ბაზაც მზად არის. ახლა ცოტა მთავარი კრემზე გადავალ, ცოტა ხანი გავგრილდები ბორჯომთან ერთად. ბორჯომი არის ჩვენი მეგობარი და არა მხოლოდ ჩვენი. ბორჯომი ნამდვილად არის ის უნიკალური მინერალური წყალი, რომელიც ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია. ახლა დაგჭირდება მეორე ჯამი, რომელშიც მოვათავსებ კრემყველს. კრემყველი დაგჭირდება დაახლოებით 400 გრამი. ამას დავუმატებ დაახლოებით 100 გრამ შაქრის ფხვნილს. ასევე ძალიან უხლება ცოტაოდენი ვანილი. ტექსტურა რო გავათხელოთ, დაგჭირდება ცოტა ნაღები. დაახლოებით 200 გრამი.
ნაღები უნდა იყოს 35%-იანი. ახლა კი დაგჭირდება არაჟანი, მე გამოვიყენებ სოფლის ნობადის არაჟანს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ეს არის 15%-იანი არაჟანი, რომელიც ძალიან უხდება cheesecake-ს, კონკრეტულად ეს არაჟანი. იმიტომ რომ ძალიან კარგ ტექსტურას აძლევს, კრემოვანს და ზუსტად ის სისქე აქვს, რომელიც გჭირდება. აქ არის 180 გრამი და დაახლოებით 2 დიდ კოვს გამოვიყენებ სუფრის. ახლა კიდე ეს ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს. ეხლა ჭირდება კარგად მორევა, რომ გახდეს ერთიანი ტექსტურის. მივიღეთ აი ასეთი კრემოვანი ერთიანი მასა, რომელიც უკვე შეგვიძლია გადავიტანოთ ჩვენს გამოსაცხობ ყალიბში. დაგჭირდება ფინოს ხელთათმანები, რომელიც ჩემი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი არის და ყველაზე კომფორტული არის ფინოს ხელთათმანებით მზადება, რადგან ძალიან კარგი მატერიის არის. და აქვე შეგახსენებთ, რომ ფინო ეს არის უკრაინული ბრენდი, რომელსაც აქვს როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სამეურნეო ძალიან კარგი პროდუქცია. ახლა გადავიტანოთ cheesecake-ის საწყობ ფორმაში, cheesecake-ის მასა. ახლა კი დროა გამოვათხოთ cheesecake-ი 100 გრადუსზე საათნახევრის განმავლობაში და შემდეგ აუცილებლად 6 საათი უნდა გაცივდეს მაცივარში. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან კარგად იცით ჰორმონალური სისტემა და რამდენად მოქმედებს ჰორმონები ჩვენს ქცევაზე, ტვინზე, мотивაციებზე და ამ თემას მინდა გავყვეთ. ამანამდე კიდე ოდნავ მინდა რომ დავისხა ბორჯომი ხომ არ მიირთმევთ ასე. დიდი სიამოვნებით. აი ბოდიში უზდელურად მე ჩემთვის არა, დავიცი. რასცანა. კი ბატონო. შვენიერ. ხო, ნამდვილად ჩვენი რაღაც ბორჯომი მე მგონი ესეთი ბრენდი არის, განუყოფელი ნაწილი არის ჩვენი ყოფის და სუფრის. და ეხლა უკვე ისევ ჰორმონებს რო დავუბრუნდეთ, აი ამ ბოლო დროს ისმის ძალიან ხშირად, რომ დაიწყეს ესე ბიოჰაკინგი და რაღაც ჰორმონების ხელოვნურად, ну ეს უკვე დიდი ხანია ჩანაცვლებით მკურნალობაში რო იყენებენ ჰორმონების ჩანაცვლებას, მაგრამ უშუალოდ აი იმ ჰორმონს იყენებენ, რომელიც გრელინს პრაქტიკულად აჩერებს, ამის გამო არ შეათ ადამიანებს და ძალიან პოპულარულია დღეს ეს პეპტიდები, რომლებიც ამ პროცესს იწვევს. რამდენად გვაპატიებს ამას ჩვენი ორგანიზმი, ასეთ ჩარევებს პირველ რიგში ეგმინდა და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია აი ზუსტად ეს ჯაჭვი რო არ იყოს გაწყვეტილი და გამართულ მდგომარეობაში როგორ მუშაობს ჰორმონები ჩვენზე. ნახეთ ის რომ ჩვენ ადამიანები და ზოგადად ცოცხალი ორგანიზმები ეს არის მატერიალიზებული ჰორმონები. ჰორმონეო ნიშნავს ვუბიძგებ მოძრაობისკენ, აღვაგზნებ, ვაიძულებ. ეს არის ის სტიმული, რომელიც რთავს უჯრედების გამრავლებას, დიფერენცირებას, მათ ფუნქციას, დაბადება, განვითარება, სიკვდილი. ყველა პროცესი არის აი ამ სამფაზიანი, ხო? ეს არის ინიციაცია, პრომოცია და ტერმინაცია, ხო? გუშინ დღეს ხვალ, ხო? წარსული აწუ მომავალი, ხო? ქვესკნელის კნელის ესკნელი. სულ სამშრეობრივია ჩვენი აზრულება, ხო? აი ნეპტუნს სამკაპი, შივას სამკაპი, ეს რა სამკაპი, სამივე განზომილების მცოდნეები არიანო, სამივე დროის და ასე შემდეგ და ყველა პროცესი ამ სამშრიანია. როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ ჩვენ უნდა დავთრგუნოთ შიმშილის გამომწვევი ნივთიერება, რასაკვირველია პირველი ვსვამთ კითხვას, რატომ გშია სულ? აი მაგალითად ქალების შემთხვევაში თურმე ესტროგენები შეჭიდულია აი ამ კვებით ფენომენთან, კვებით ქცევასთან, რატომ სწორედ აი ეს ჩვენი გრელინი და ჩვენი ლეპტინი. ჩვენი სასქესო ციკლი ქალების არის ესეთი სინოკოსინოიდური. ანუ მენსტრუაციის ფაზა, შემდგომ არ მოხდა ხო ესე განაყოფიერება კვერცხ უჯრედის, ხო? და მე ისევ იწყება საშვილოსნოს ლორწოვანის პროლიფერაცია, კვერცხ უჯრედის მომწიფება საკვერცხეებში, ორგანიზმი ემზადება ახალი ციკლის რო ეგება და ამ თვეში მაინც მოხდეს განაყოფიერება და ახალი სიცოცხლის ჩასახვა. და აი ეს არის ოვულაცია. აი ამ დროს არის პიკი ესტროგენების, პროგესტერონის ორგანიზმი, ხალი არის შარმიანი, კანი ხდება უფრო გლუვი, თვალები ციმციმებს, ეშმაკუნები, ჭინკები ცეკვავენ. ხო, აი მაქსიმალურად ესეთი პოზიტიური, ენერგიული ეს ჰორმონებია. აი ამ დროს, აი ამ პერიოდში ეს ერთი კვირა, ხომ?
ყველაზე დაბალია საკვებისადმი მოთხოვნილება ჯამრთელ ქალში. რატომ? იმიტომ რომ იპრანჭები და გააქვს мотивация რომ იყო პრეზენტაბელური და ყავს ობიექტი, ვისთვისაც გიღირს ეს თავგანწირვა, რომ ყოველ დღე ფორმაში იყო, ამას ხო უნდა ძალა და ობზილა, ხო? ამას ხო ენერგია უნდა, ეს ხო თავისთავად არ მოდის, როგორც დალაგებული სახლი, ხო? და ამ დროს ძირითადი ენერგია ხმარდება აი ამ ფსიქოლოგიურ ფოკუსირებას ამ იდეაზე. და საკვებისადმი მოთხოვნილება შემცირებულია. და რა აღმოჩნდა? ჩვენი გრელინი ხომ ეს შიმშილის ნივთიერებაა. აი ჩვენი ესტროგენი თურმე გრელინს თრგუნავს. ანუ აი ეს ჯაჭვი რო გრელინი შეამცირა, შესაბამისად ჩვენი ნეიროპეპტიდი იგრიკი გაითიშა, ანუ დამთავრდა შიმშილის მომენტი მოიხსნა და შემცირედით კმაყოფილდები და ზოგიერთ შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც საჭმელი. რატომ? გადართული ხარ შენი გულის სწორზე. ანუ შეყვარებული ხარ ვიღაცაზე. ან მაგალითად შემოქმედებით ცეცხლში ხარ გახვეული და აი ხატავ რაღაცას და ისე ხარ აზარტში შესული რომ ღმერთო როდის ვჭამე რაღაცა კუჭა მიწრიალ და იმდენი ხან დაგავიწყდა. ნახეთ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ შენ სულ ჭამ არის შემოქმედებითი კრიზისი და უსიყვარულობა. რაც ვლინდება შფოთვის სახით. ანუ ჭამ არა მხოლოდ იმიტომ, მე სპეციალურად ვამბობ აი ვიკვებებით კი არა, ჭამა ესე უხეშად ველურად რომ ხაზი გავუსვა რა დიდი ბიოქიმიური დრამა ტრიალებს, როდესაც სულ საჭმელზე ფიქრობ, როდესაც ეს ყბის კუნთები დაჭმულია და სოგინა ღეჭო ხო? ეს შფოთვის საწინააღმდეგო კომპენსატორული რეაქციაც შეიძლება იყოს. Როგორც თქვენ ბრძანებთ, რომ აი ჩვენ გვინდა პეპტიდები, რომელიც გრილინს დააქვეითებს, გათიშავს, ნახეთ, ერთ-ერთი მიზეზი ასევე შიმშილის დათრგუნვის ეს არის ცილების შემოტანა, ცილებით გამდიდრება საკვები რაციონის. თქვენ აი ეს იგულისხმეთ. იმიტომ რომ ცილებით და ჯანსაღი უჯერი ცხიმოვანი მჟავებით დიდარი საკვები, გაჯერებული საკვები ამცირებს გრილინის აი ამ შიმშილის მომგვრელ ეფექტს. და ნახეთ რა ჩვენი ჩიზკეიკი რომ მოვე, ამ ჩიზკეიკში ხო ეს ცხიმი, რასაც ის შეიწვა, ის ხო რაღაც ხო საჭიროებს ცხიმს, ხო რაღაცა ზეთს, ხო? აი ზეთში, სცენარეულ ზეთში განსაკუთრებით ძალიან ბევრია ეს ნაჯერი ცხიმები, რომელიც დიდი რაოდენობით მავნეა. მაგრამ რას ნიშნავს მავნეა? აი პალმიტინის მჟავა. ეს არის ნაჯერი ცხიმი და აი წარმოიდგინეთ ეს პალმიტინის მჟავა ბევრი შემოვიდა. ბევრი მივირთვი მე აი ამ პალმიტინის ეს შეიძლება იყოს მზესუმზირის ზეთი, შეიძლება იყოს იმისი რა ქვია სიმინდის ზეთიც, რაფინირებული ზეთები და შემდეგ ხო? და პალმიტინის მჟავა გადადის სისხლში, ასევე შედის ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით, სწორედ აი ამ ჰიპოთალამუსში და დიდი რაოდენობით იწვევს მიკროანთებას. ჰიპოთალამუსში იწვევს მიკროანთებას. პალმიტინის ესეთი ტოქსიკური მოქმედების შედეგად ვითარდება აქ არსებული აი ამ ჰიპოთალამუსში, ესა შუამდებარე ტვინია, diencephalon, ეს ძველი ტვინია, ერთი საინტერესო ნივთიერების, ლეპტინის რეცეპტორების დაზიანებას. მიკროანთების შედეგად ლეპტინის, ანუ აი უკვე მე დავნაყრდი. მადლობა, მეტი აღარ მინდა. აი ეს მეტი აღარ მინდა, დავნაყრდი. ეს, ხო? ანუ, ნახეთ, აი ამ ცხიმოვანი მჟავების დიდი რაოდენობით გამოყენება, ან შეწვის დროს, ხარშვის დროს ეს მოლეკულის მოდიფიკაციის შედეგად ეს მთავარი წამყვანი არის ეს პალმიტინის მჟავა. რომელიც აზიანებს ჰიპოთალამუსში ლეპტინის რეცეპტორებს და ტვინი ბრმავდება ლეპტინისადმი. ამას ქვია ლეპტინ რეზისტენტობა. ლეპტინ რეზისტენტობა. ანუ გრილინი წესრიგშია. ლეპტინია ეფექტურად, ესე იგი ეფექტი ლეპტინის არის დაქვეითებული, იმიტომ რომ ტვინი ვეღარ ხედავს. რითი უნდა დაინახოს ტვინმა? რეცეპტორით და რეცეპტორი დააზიანა პალმიტინის მჟავამ. ლეპტინ რეზისტენტობა. და ნახეთ, აი წარმოიდგინეთ, აი ეს არის ეს ნერვული უჯრედი. აი ეს არის ლეპტინის რეცეპტორი. და აი აქეთ არის ინსულინის რეცეპტორი.
ანუ ლეპტინი და ინსულინი ერთად არის მეზობლად. და ლეპტინი რომ რეცეპტორი რომ გაუფუჭდება, ეს ინსულინზე იმოქმედებს. ინსულინი და ლეპტინი ესე ხელკავით დაიარებიან. იმისათვის რომ ინსულინმა რომ იმოქმედოს შეიტანოს შაქარი ქსოვილებში, მას ლეპტინი სჭირდება გარკვეულწილად. ანუ მე მივიღე შაქარი. ამაზე გამოიყოფა კუჭქვეშა ჯირკვლიდან ჩემი ინსულინი, შეიტანა, ანუ უკვე დანაყრდა ქსოვილი, გაჯერდა და მეტი აღარ არის საჭირო. ხო? აი აქ ეხმარება უკვე ჩვენი ლეპტინი. ლეპტინი მოქმედებს ჰიპოთალამუსის ამ არკუატულ ბირთვს. ეს ყველაფერი სულ აი ამ diencefalonში ხდება. ჩვენ diencefaloni უნდა შევაყვაროთ ჩვენს მაყურებელს, ხო? და გათიშავს ნეიროპეპტიდ Y-ს ადაპტერი ცილების გააქტიურების გზით გათიშავს ნეიროპეპტიდ Y-ს და მორჩა შენ აღარ გშია. მაგრამ ჩვენ ხო უკვე ვიცით, რომ პალმიტინის მჟავამ რეცეპტორები დააზიანა ლეპტინის. ინსულინმა შეიტანა შაქარი და ეხლა ელოდება, ლეპტინ სად ახარ? და ლეპტინი კი არის, მაგრამ მისი რეცეპტორი გასაღები გაფუჭდა და ვეღარ მორჩა შენ ჭამ და კიდევ გინდა, იმიტომ რომ ვერ ნაყრბები. ამიტომ, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ ჩვენ ახლა ცილებით, რომ გრელინი გავთიშოთ, ამას ისეთი რთული ბიოქიმიური წინა ბექგრაუნდი აქვს, რომ ნეტავ მარტო ამ ცილებით, თუმცა ცილები გვეხმარება ნახეთ მეორე რაღაცაში, მეორე მნიშვნელოვან საფეხურზე, რომ ეს ჩვენი პალმიტინის მჟავა ხო გავიდა ჰემატოენცეფალურ ბარიერში. გარდა რეცეპტორების დაზიანებისა ლეპტინის მან დააზიანა კიდევ ერთის რგოლი. ეს ლეპტინი ხომ უნდა გადავიდეს ასევე იმ ჰიპოთალამუსამდე, ხომ უნდა მივიდეს ეს ჰემატოენცეფალური ბარიერი, ეს არის სისხლმილოვანი ქსელი თავის ტვინის, რომელშიც ჩართულია გლია, მიკროგლია, მაკროგლია და მთელი ამ უჯრედებია ჩართული. გლია ნიშნავს წებოს. აი ხა ეს ნერვული უჯრედები, ეს ხაერში ხო არის გამოკიდებული, ხო? აი ეს როცა რაღაცა გინდა გადაიტანო ძვირფასი ჭურჭელი, ამას ხო გაახვევ, რაღაც წკაპი ის რო არის, შესაფრუთი, ხო არის, აღარ აწკაპუნებ მე ნევროზის ფონზე, ხო? აი იმაში ხო უნდა გაახვიო. აი ესეთი პარკია ეს, წარმოედგინეთ. და აი ეს ჩვენი ეს პალმიტინის მჟავა, აი ამ გადასვლის პროცესში პალმიტინს ისე შებოჭავს, ისე დააზიანებს, იმას პალმიტინი ისე დააზიანებს ჩვენს ლეპტინს, რომ ლეპტინს გადასვლა უჭირს ნერვულ ქსოვილში. ესე გარდა იმისა, რომ რეცეპტორებს უფუჭებს, თვითონ აი ამ გადასვლას უშლის ხელს. სანამ დავასერვირებთ, გადავწყვინოთ კარგად მაგიდა. ეს არის ფინოს უკარგესი ხელსახოცები. მრავალჯერადი, რომელიც სამზარეულოში ჩემთვის განუყოფელი ნაწილი არის სამზარეულოსი. აი ასე. მიყვარს სისუფთავი როცა არის სამზარეულოში. და სანამ დასერვირებაზე გადავალ, გეტყვით, რომ ჩვენი სპონსორი არის მეტრომარტი. მეტრომარტი ეს არის მსხვილი და წვრილი ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზია, სადაც აგვხდებათ ძალიან დიდი არჩევანი, ძალიან კარგი ტექნიკა და მისაღები ფასები, რაც მთავარია. მთელ საქართველოში შეგიძლიათ გამოიწეროთ ტექნიკა მათი ვებსაიტიდან და სახლში მიიღებთ მიდანის სერვისით. წავედით შევუერთდეთ ნინას და დეას. მოგძანდით ბოდიშით კი არა ძალიან სასურველი ეპიზოდი ჩვენი გადაცემის. მადლობა. ღმერთო ჩემო. ამაზე ხელის დაკარება ეს არის მკრეხელობა. დიდი მადლობა. გემრიელად მირთვით. მადლობთ. ჩვენ უცა ისეთ საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ, შენც და გაინტერესებს, რა ვიცი, მე ძალიან მაინტერესებს ეს თემა, რამდენიმე კითხავს ლეპტინიც ვიცი, რაც არის, მაგრამ ასე სიღრმისეულად ვერ წარმომედგინა ეს მექანიზმი, რომ დამენახა და მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა და აი აქ ცილები რაც არის, ხო? აი რაც თქვენ ბრძანებთ, რომ პეპტიდები გვეხმარება, რომ თურმე აი ეს პეპტიდი ეს არის შედარებით პატარა ზომის ცილა. აი არის ცილები გიგანტური 3000 თქვა 1500 ამინომჟავა, 4000 ამინომჟავა და პეპტიდი არის 80, 100, 120 ამინომჟავები, ცოტა ხო? აი აქ ეს ამინომჟავები გეხმარება, რომ აი იქ ჰემატოენცეფალურ ბარიერში ლეპტინი რომ უნდა გადავიდეს ესე ცხრიალად, ხო? და ეს ჩვენი პალმიტინის მჟავა რო არ უშვებს, ხო? აი ეს ცილა გეხმარება, რომ პალმიტინი ჩამოაშორო და გადაიყვანო ლეპტინი. ანუ ჩვენ შეგვიძლია ხო რეგენერაცია რეგენერაცია ნახეთ მაგაზე ალბათ ცალკე ჯობია ხო ტრანსმიგრაცია ლეპტინის გადასვლა
ჰემატოენცეფალურ ბარიერში, რომ გაიაროს და მიაღწიოს ჰიპოთალამუსამდე, იმოქმედოს თავის რეცეპტორზე და დანაყრების შეგრძნება მოგგვაროს, გეხმარება ცილები, იმიტომ რომ აი ამ უჯერი ცხიმების დიდი კონცენტრაციის პირობებში, აი ეს განსაკუთრებით პალმიტინის მჟავის მავნეზე მოქმედების პირობებში ეს ცილები გეხმარება, რომ პალმიტინის მჟავა, ესე უხეშად რომ ვთქვათ, არ მიუშვას ლეპტინამდე და გაატაროს ეს გააძვრინოს და მიიყვანოს როგორმე ჰიპოთალამუსი. ნუცა, ჩვენ ხო არ გვაქვს აქ პალმეტინის მჟავა, ჩვენ ხო კარაქზე გვაქვს გამზადებული. ხო, კარაქზე არის დამზადებული, ასევე აქვს არაჟანი, სოფლის ნობათის, აქვს კრემყველი, ცოტაოდენი შაქრის პუდრა, ვანილინი და ორცხობილა. ამიტომ ზედმეტი მაქსიმუმ ორცხობილაში ყოფილიყოს ის პალმეტინის მჟავა, რომელიც პალმეტინის მჟავა ყველგან არის, საუბარია რაოდენობაზე. მცირე რაოდენობით, ზომიერი რაოდენობით პალმეტინის მჟავა აუცილებელია, იმიტომ რომ ეს ნაჯერი ცხიმები, ეს ომეგა-6, ომეგა-9, ეს დიდი რაოდენობით არის ანთების გამომწვევი და ტოქსიკური, თორე ზომიერი რაოდენობით ეს არის ჩვენი უჯრედების მემბრანების საშენი მასალა. საუბარი არა იმაზე, რომ პალმეტინის მჟავა მავნეა. რაოდენობა. ბევრი როგორც ნუცა იტყვის ბალანსი ამ თავარი. ახლა მივეთვით, ხო? დიდი სია მაინტერესებს, როგორ მოგეწონებათ. ამბავ ნახოთ ჩვენ. და რძე ეს რომელი რძეა? ნაღები აქვს მხოლოდ რძე არა აქვს. არ ვიცი. არა, ყველა ქართველი პოეტია უკვე ვამბობ, მაგრამ ასეთი მასშტაბის პოეტი არა ვარ, რომ ეხლა მე ეს გამოვცე სიტყვები. ეს იცით როგორი მომენტია? ძალიან მაგარ წიგს რო წაიკითხავ. ან ძალიან მაგარ ფილმს რო ნახავ და როგორია და როგეუთრე ქალატონ ნინა იცით როგორი ფილმი აი ვერ მოგიყვებით უნდა ნახოთ ვერ მოყვებით ეს უნდა გასინჯო დიდი მადლობა ესეთი მადლობა ესე დადებითად შეაფასებდით ჩემთვის კეიქს ამას დადებითი ქვემოცი ძალიან მიხარია და მე მაქვს ახლა კითხვა ვიცით რომ ყვებას მოყვება როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შედეგები. ამბობენ ესეთ რაღაცას, რომ სიმსივნის გამოწვევაც კი შეუძლია არასწორ საკვების მიღებას. აი, ამ თემაზეც რომ ვისაუბროთ, რადგან ძალიან საინტერესო არის ასევე. სიმსივნის გამოწვევის მიზეზი არის ძალიან ბევრი. დაწყებული რადიაციით, იცით, ყველაფერი დაიყვანება გენეტიკამდე და ეპიგენეტიკამდე. უფრო მეტიც ეპიგენეტიკა ყოფილა დაახლოებით 70-80%, ხო? არის მთელი რიგი მაგალითად ზუზუს სიმსივნეები, სადაც საერთოდ არ არის აღმოჩენილი მუტაცია. ყველა გენი წესრიგშია. ეპიგენეტიკური მართვა, ანუ ჩართვა გამორთვა. აი, როდის ჩაირთოს ეს გენი? რამდენ ხანს იმუშაოს? მე როდის გამოირთოს? მე წარმოიდგინეთ აი ამ გენების აი ესეთი აი როგორც ნაძვის ხეზე ესენი რო ანათებს ეს ისენი ნატურები, ხო? აი ესეთი ის არის და ეს არის რა თქმა უნდა კანცეროგენები. რა თქმა უნდა, რასაკვირველია, ეს არის მრავალჯერადი ნახადი ცხიმები, კანცეროგენები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჭურჭელს, ეგრეთ წოდებული ტეფლონის ზედაპირით დაფარული. ძალიან კარგია, დიდებულია, მაგრამ ოდნავი პატარა ნაფხაჭნი და ეს უნდა გადააგდო. იმიტომ რომ აი ამ ტეფლონში შედის მთელი რიგი ფტორის შემცველი ნივთიერებები მინანქარში და ეს ფტორი რეაქტიული ნაერთია. მასე გაუწყვილებელი ელექტრონი, ესე გამოუთავისუფლდება ესე გაუწყვილებელი ელექტრონი და რადიკალის ფუნქციას ასრულებს. და რადიკალი არის ისიც აი როგორც აი ელექტროხერხი, აი რასაც შეეხება ყველაფერს რომ ესე დაფლებად აქცევს. ანუ ვითარდება ოქსიდაციური სტრესი. დიახ, არასწორად დამზადებული, არასწორი ჭურჭელი, არასწორი რაოდენობა, კანცეროგენები რასაკვირველია, შეიძლება იყოს სიმსივნის გამომწვევი. აი, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორედ ჭურჭელი იქნება ეს ტაფა თუ ქვაბი, აი რომელი არის ყველაზე არა საშიში, ესე დამალული მეტალი. თუმცა შენ თუჯი გიყვარს, როგორც მე ვიცი. მე მიყვარს თუჯი და ასევე ინოქსი, რომ უჟანგავი მეტალი, რომელსაც ყველაზე ხშირად ვხმარობთ ხოლმე სამზარეულოში და ტელეფონის სტაფებსაც მართალი ხართ, ჩვენ ყოველთვე უცვრით ხოლმე და ყოველთვე ახალი გვაქვს, იმიტომ რომ არ მოხდეს სწორედ აი მსგავსი რამე. დიახ, ესე იგი, აი ჭურჭლის საკითხი ძალიან მტკივნეული საკითხია. იმიტომ რომ ნაღდი სერტიფიცირებული, აი მართლაც ის არის რაც უწერია, იშვიათია და ის რაც არის ორიგინალი, ისეთი ფასი ღირს რომ მე სამი თვე იმ ჭურჭელში შეიძლება საჭმელი ვერ გააკეთო, ხო? ამიტომ ჩვენ რიგითი მოგვტოვები ვკმაყოფილდებით იმით, რაც შემოაქვს კერძო სექტორს და შემოაქვს უკეთეს შემთხვევაში საშუალო ხარისხის ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ. რა
ეს უნდა იყოს ორიგინალი. თქვენ გძანეთ 2G და ეს არის საუკეთესო ამ სიტუაციაში. და რაც შეეხება აი ამ ქიმიური ზედაპირებით და ასე შემდეგ, ეს უნდა იყოს სერტიფიცირებული, ბრენდირებული, არა იმიტომ რომ ბრენდია. ამას უნდა მოყვებოდეს სერტიფიკატი, რომ ეს მართლაც არის ესეთი უნებელი. გადაცემა EasyPlate-ის სპონსორია ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზია მეტრომარტი. და ასევე ნუცას არ უყვარს ხოლმე საკვების, აი ვთქვათ, გაკეთება, რომ რამოდენიმე დღე მიირთვათ. უყვარს პატარა პორცია, ახლავე მივირთვით და შემდეგ ამბობს, რომ ამას შენახვის პერიოდში, იგივე გაცხელების პერიოდში შეიძლება უფრო საშიში იყოს ეს საკვები. აი მოგახსენეთ, რომ გაცხელება იქნება ეს ჩვეულებრივი თერმული, თუ ეს იქნება მიკროტალღური, თუ ეს იქნება ინდუქციური, ყველაფრის გაცხელება საბოლოო ჯამში იმით თავდება, რომ მაინც ვიტამინებზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, რომ ეს ყველაფერი იშლება, საშიშია აი ეს ცხიმების განსაკუთრებით მოდიფიკაცია. ამიტომ რა თქმა უნდა ყველა ოჯახში უნდა იყოს ასეთი ნუცა, რომ პატარ-პატარა პორციებით იყოს ახალ-ახალი საჭმელი. და ნუცა გვასწავლიდეს, მე უკვე მასწავლა, რომ დამოუკიდებლადაც რაღაცები ვამზადო ხოლმე. ამ გადაცემის მიზეზიც ხომ ეს არის, რომ ყველა ოჯახში იყოს აი ნუცას სახით აი ესეთი მრჩეველი და არის კიდეც. შესაძლებელია თუ არა, აი ესეთი რაღაცა კონკრეტული რჩევების სახით რომ ვთქვათ, მაგალითად, აი რა შეიძლება ჩავთვალოთ ჯანსაღ კვებად. უსაფრთხო ხარისხიანი საკვები ეს რიგითი მოკვდავებისთვის მიუღწეველია ჩვენს რეალობაში, იმიტომ რომ ეს სუფთა, ეკოლოგიურად სუფთა და შემდეგ ღირს ძალიან ძვირი. აი ერთი პატარა ესეთი ისტორია უნდა მოგიყვეთ. მეორე მსოფლიო ომის დროს სკანდინავიის ქვეყნები მოექცა ესე ბლოკადაში და არ ჰქონდათ შაქარი. და მათ არყის ხიდან გამოიყვანეს ესეთი ხის შაქარი ქსილიტოლი. ქსილიტოლს იყენებდნენ გლუკოზის და ფრუქტოზის ნასვლა. გავიდა დრო და ჟამი, ომი დასრულდა და რო იყო რაღაც სამედიცინო ესეთი კვლევა სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც ეს მოხდა ეს ბლოკადა. იქ ბავშვებში, მოზარდებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო კარიესის. და დაიწყო კვლევა კი, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ თურმე ისინი იყენებდნენ სწორედ აი ამ ქსილიტოლს. ახლა ქსილიტოლი არის ისეთივე ტკბილი როგორც გლუკოზა, მაგრამ არ იწვევს დიაბეტს. იმიტომ რომ მისი შეთვისება არ ხდება, ისე როგორც ჩვენს ორგანიზმში მისი ესეთი დაგროვება და ესეთი გლუკოზის მსგავსი ტრანსფორმაცია არ ხდება და არ იწვევს შაქრის მატებას, იმიტომ რომ სხვა ტიპის მოლეკულა და მეორე ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ პირის ღრუში კარიეს, streptococcus mutansi, ასეთია, ანუ კარიესის გამოწვევი არის ბაქტერია. ხო. აი streptococcus mutansi, იმისათვის რომ მან კარიესი გამოიწვიოს, მან უნდა გამოყოს მჟავეები. ეს მჟავანივთიერებები, ხო? ეს არის გლუკოზის გარდაქმნის შედეგად მიღებული მჟავანივთიერება, რასაც გვია რძემჟავა. რომელიც იწვევს მინანქრის დაზიანებას, მიკრონაბრალები და შემდგომ ისევ ინფიცირება, ისევ ახალი ესე იგი ბაქტერიული კოლონიები და საბოლოო ჯამში კარიესი. აი, ჩვენი ეს ქსილიტოლი ენაცვლება კონკურენციას უწევს გლუკოზას და მის ნაცვლად შედის ამ streptococcus mutansi-ში. და streptococcus mutansi არ აქვს ფერმენტული სისტემები, რომ ის გარდაქმნას როგორც გლუკოზა. ამიტომ რძემჟავას ვეღარ წარმოქმნის. და streptococcus mutansi შიმშილით მტება. შესაბამისად კარიესი ნაკლებად. რატომ მოვაყოლე ახლა ეს მაგალითი? ქსილიტოლი ბევრად ჯანსაღია ვიდრე გლუკოზა. გადასარევი ნეტავ რატომ არ იყიდება ასეთი კაი და გადასარევი თუა? იმიტომ რომ 15 ჯერ ძვირი ღირს შაქარს. აი ეს არის ჩემი მოგრძალებული პასუხი თქვენს კითხვაზე, რომ იმისათვის რომ ჩვენ ჯანმრთელად და კარგად ვიკვებოთ და ამდენი ავადმყოფი არ იყოს გინდა შიგნით, გინდა თურქეთის ონკოლოგიურ კლინიკებში, უნდა გქონდეს შესაბამისი ეკონომიკური ბექგრაუნდი. ქსილიტოლი კი არა, შაქრის პრობლემა არის. ამიტომ სანამ იქნება ქვეყანაში სიღარიბე, ჩვენ კვების კულტურას ვერ დავარეგულირებთ. ნუცასთან ერთად ვიყავით საფრანგეთში და გახსოვს ბაზრობაზე უყვართ ამათ ძალიან იქ სიარული და იქ თვითონ ადამიანები ყიდიან თავის პროდუქციას და იქ მოყევი ნუცა ინდაური როგორ იყო რა ერქვა რა საჭმევდნენ აი ნამდვილად იქ აღბეჭდილი არის ყველა დეტალი თუ მართლა რას მიირთმევდა ძროხა თუ ნებისმიერი ის ხორცი რომელიც იყიდება სახელების დონეზე ფერმის სახელი ნომერი მართლა რამდენი თვე
უკვე ცხოვრობდა ეს ცხოველი, ყველაფერი არის რა მუსიკას usმენდა, რომელი მოწოდა მოცარტი თუ ბახი. კი არა, ყველაფერი არის ძალიან ისეთ ინდივიდუალურ დონეზე და ამიტომაც ძალიან დიდ პატივს ვცემ ფრანგულ კვების კულტურას, რადგან ძალიან სწორად მიირთმევენ და ძალიან სწორი განათლება აქვს ამ მხრივ და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე იქ წასვლა სასწავლებლად. ძალიან სასიამოვნო, რომ თქვენ მოასწარით ევროპაში განათლების მიღება. ეხლა ჩემი კითხვის დრო არის თუ შეიძლება. ასევე ამბობთ, რომ არის ძალიან გახშირებული როგორც პანიკური შეტევები, ასევე შფოთვითი აშლილობები, დეპრესიები. აქვს თუ არა აი ამ ყველაფერს კავშირი კვებასთან? აი ესეთი კითხვა გვაქვს და თუ უბრალოდ ეს ტერმინები არ ვიცოდით და ყოველთვის იყო ადამიანების ცხოვრებაში და არ ვიცოდით და ვერ ვარქმევდით ამ სახელებს. მადლობა ამ კითხვისთვის. საქმე რაშია? არა მხოლოდ ნერვული სისტემა, არა მხოლოდ ენდოკრინული სისტემა, რაც მოგახსენეთ ეს ჰიპოთალამუსი, ჩვენი დიენცეფალონი და ეს ყველაფერი ეს ძირითად დირიჟორია ნერვულ ენდოკრინული სისტემის და რაც აქ ხდება შემდგომ მთელ ორგანიზმზე აისახება. მონაწილეობენ ამ პროცესში ასევე ჩვენი ნაწლავების მიკრობიოტა. მიკრობიომი, ეს არის ის მიკროორგანიზმები, ბაქტერიები, უმარტივესები, რომლებიც თავისთვის ცხოვრობენ 70 კილოგრამი ადამიანი მასის, ესე იგი სხეულის პირობებში 3 კილოგრამამდე, მეტი თუ არა, 3.5 არის ბაქტერიები. და ამ ბაქტერიებს კეთილს თუ ბოროტს თუ პირობითად კეთილს, რომელიც ელოდება შენ რომ იმუნიტეტი დაგიქვეითდება, მე რომ გამოავლინოს თავი ისე ავიხაზიათი პირობით პათოგენური. ესენი წარმოქმნიან თავად მთელ რიგ ბიოაქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის ჰორმონებს, მათ შორის ესტროგენებს, ტესტოსტერონს, წარმოქმნიან ანთების მედიატორებს, ვიტამინებს რო წარმოქმნიან და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ვიცით. ისეთ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს. მეტაბოლური სინდრომი. მეტაბოლური სინდრომი ნიშნავს, რომ აი ეს ჯაჭვი რაც ზემოთ მოგახსენეთ, ესე იგი გრელინი, ლეპტინი, ხო? ეს ხოთაშორის ლეპტინი, ლეპტოს ბერძნულად ნიშნავს თხელი, ვიწრო. რომელი კომპიუტერი უფრო თხელია, ლეპტოპი თუ სტაციონარული? ლეპტოპი, იმიტომ რომ ის თხელი, ლეპტოს. ლეპტონები ელემენტარული ნაწილაკებია, რომელთაც აი იმდენად მცირე მასა აქვს, რომ ეგონათ რომ საერთოდ მასა არ ქონდათ და საერთოდ სტრუქტურა არ აქვს ლეპტონებს და ელექტრონი ლეპტონია მაგალითად. და აი ჩვენი ლეპტინი. აი ნახეთ, აი ეს ერთი ფუძიდან წარმოებულია სიტყვა კვანტური ფიზიკის, ტექნოლოგიების და ბიოლოგიის სივრცეში ერთი ტერმინი, ესე იგი ფუძე ერთია ამ ტერმინების და მეტაბოლური სინდრომის მქონე თეთრი სუფთა ხაზის ლაბორატორიული თაგვების ფეკალური მასა, ესე დაამუშავეს, გამოაშრეს და მეტაბოლური სინდრომი ნიშნავს, რომ მოიშალა ნახშირწყლების ცვლა, ცხიმების ცვლა, ეს თანაფარდობა, ხო, გასუქდა, ცხიმი დაგროვდა და ეს ცხიმი ჩვეულებრივი ცხიმი არ არის, ეს უკვე ისეთი ცხიმია, რომ არაფერი ამ ქვეყნად არ შლის, თუ რაღაც არ მოიგონე ახალი. და ეს ფეკალური მასა, აი ამ დაავადებული მეტაბოლური სინდრომის მქონე თაგვებისა ფეკალური მასა გადაიტანეს ჯამრთელ თაგვებში. დიახ. ანუ ესე იგი საჭმელში გადაუზილეს და ესე იგი აჭამეს ასე ჯამრთელ თაგვებს დაეწყოთ მეტაბოლური სინდრომი. ესე იგი ეს ბაქტერიების მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა აქ ამ სიტუაციაში, ხო, მეტაბოლური სინდრომი. ნუ კარგი, ახლა ეს კვებასთან ალბათ რაღაცა ისეთ ნივთიერებებს გამოყოფენ, აი რომელიც გრელინზე და ლეპტინზე და ამებზე მოქმედებს. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 გამოწვეულია თეთრი სუფთა ხაზის ლაბორატორიული თეთრი თაგვები. დადიაგნოზებული არის, ესე თუ ეხლა მეტაბოლური სინდრომი და ინსულინ რეზისტენტობა დაავადებად არ არის აღიარებული, არამედ წინარე მდგომარეობა, ასე ითვლება ყოველ შემთხვევაში. დიაბეტი ტიპი 2 უკვე დაავადებაა. აი ამ თაგვების ფეკალური მასა გადაიტანეს ჯამრთელ თაგვებში და თქვენი მოწონებული. მათ დაემართათ დიაბეტი ტიპი 2. და პირიქით და კიდევ პარკინსონით დაავადებული ადამიანების ფეკალური მასა გადაიტანეს ჯამრთელ თაგვებში. თაგვებს დაეწყოთ ნერვულ დეგენერაციული ცვლილებები. ეს არის ძალიან ესეთი სერიოზული კვლევები მიკრობიოტაზე, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბაქტერიები აქტიურად მონაწილეობენ კვებითი ქცევის მოდელზე და
ისეთი ფსიქიკური და ნერვულ-დეგენერაციული დაავადებების განვითარებაზე, როგორიც არის დეპრესია, როგორიც არის შფოთვითი აშლილობა, როგორიც არის კვებითი ქცევის გაუკუღმართებები, იმიტომ რომ ასევე დეპრესიით დაავადებული ადამიანის სპეკალური მასა გადაიტანეს ჯანმრთელთა ჯგუფში და იმათ დაეწყოთ ისეთივე ცვლილებები, როგორც დეპრესიის დროს, რაც მორფოლოგიურად იყო დადასტურებული, ესე იგი მიკროსკოპულად, იმიტომ რომ ეს თაგვები მერე რო დააკლეს და თავის ტვინში შეისწავლეს, ზუსტად ისეთივე ცვლილებები იყო თავის ტვინში, თაგვისა, როგორც ადამიანის დეპრესიით, ესე იგი დაღუპული ადამიანის თავის ტვინში. ესე იგი ბაქტერიები მონაწილეობა ბოლომდე არ არის გარკვეული უშუალო ესეთი ინტიმური მოლეკულური მექანიზმები, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ბაქტერიები წარმოქმნიან ჰორმონებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მოქმედებენ. მაგალითად, წარმოქმნიან ესტროგენებს. და ჰორმონ დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაში აი ამ ბაქტერიების მიერ წარმოებული ესტროგენების პროცენტული წილი არც თუ ისე ხელწამოსაკრავია. აი წარმოიდგინეთ, საკვერცხლება უნდა მოგცეს 70% მთელი ჩვენი ესტროგენ პროგესტერონის. თირკმაზე და ჯირკვალმა უნდა მოგცეს ის 25%. აი ცხიმოვანმა ქსოველმა კიდე 5% დაგვიმატოს, იმიტომ რომ აქაც ხდება, ხო, ესე იგი ჰორმონების გარდაქმნა. აი მივიღეთ 100%, ეს ნორმაა, ეს ჯანმრთელობა. მაგრამ ამას დაემატა ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ესტროგენები პლუს მაგალითად პირობითად 20%. ეს ხო უკვე აგრესიაა და თუ ოდნავი მიდრეკილებაა. მე მკვეთრული დატვირთვა. ეს არ ნიშნავს, რომ თუ იმ დედას და ბებიას გქონდა, შენც აუცილებლად გექნება, მაგრამ ალბათობა რომ გექნება მატულობს, ამიტომ სულ სკრინინგი. გავიხსენოთ ანჯელინა ჯოლი, ჯანსაღი მკერდი მოიკვეთა ორივე, იმიტომ რომ მას უბრალოდ იგივე გენები აღმოაჩნდა, რაც დედას. ანუ ამ ბაქტერიების მიერ პროდუცირებულმა ესტროგენებმა ხელი შეუწყო სიმსივნის განვითარებას. ესე იგი მონაწილეობენ ასევე დეპრესიის, მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ დეპრესიის თანმხლები. ადრე ვამბობთ, რომ სეროტონინის უკმარისობა იწვევს დეპრესიას. არ. საერთოდ ნივთიერებების უკმარისობაზე არ არის საუბარი. ჩვენ უბრალოდ ახლა ესე საუბრობთ გასაგებენაზე, იმიტომ რომ სინამდვილეში ბევრად უფრო რთულია. აი გახსოვთ ჩვენ სკოლაში რომ ვსწავლობდით, ატომი შესდგება, ატომი ბირთვი და მის ირგვლივ მბრუნავი ელექტრონები, როგორც მზის ირგვლივ პლანეტები. მაშინ როდესაც ეს ტყუილი. მაგრამ მაშინ იმ მომენტში გჭირდებოდა როგორც პედაგოგიური მანიპულაციას კეთილშობილური ტყუილი. იმიტომ რომ თავიდანვე კვანტური რეალობიდან ვერ იწყებ ამის ახსნას და გაგებას, ხო? სინამდვილეში სეროტონინის და დოფამინის და ამათ უკმარისობაზე კი არ არის საუბარი. საუბარია დოფამინერგული ნეირონების, სეროტონინერგული ნეირონების, ნორადრენერგული ნეირონების ამ უჯრედების მდგომარეობაზე. ეს უჯრედები როგორია, თორე ნივთიერება შეიძლება იყოს, ვერ აღიქვას, აი ლეპტინზე გახსოვთ? ასეთი ექსპერიმენტი იყო, ჯანმრთელი სტუდენტები და დეპრესიით დაავადებული ადამიანები. ორივეს მისცეს ერთი და იგივე ანტიდეპრესანტი. სტუდენტებში მეორე დღესვე იყო ეიფორიის შეგრძნება, მკვეთრი მომატება გუნება განწყობილების, ესეთი აჟიტირების. მაშინ როდესაც დეპრესიით დაავადებულებში ორი კვირა იგივე დოზაზე, იგივე წონა, იგივე კონსტიტუცია, ხო, აი 70 კილო ავადმყოფი, 70 ისა ჯანმრთელი, ხო? ორი კვირა არაფერი, ორი კვირის თავზე დაიწყო რაღაც გამონათება, რომ აი თითქოს ოდნავ უკეთ ვარ. ერთი და იგივე ნივთიერება მიეწოდათ. მაგრამ ჯანმრთელებში უცბად ეფექტი და დაავადებულში ორი კვირის მერე ეფექტი, ესე იგი ნივთიერებაში არ ყოფილა საქმე, არამედ ნეირონულ ქსელში ყოფილა პრობლემა. რაც გვემბრძანეთ, რომ არის შეჭიდული საკვები დეპრესიასთან, შფოთვასთან და შემდეგ. რა თქმა უნდა, შენ თუ მიიღებ ცუდი, ესე იგი, ბევრი ნაჯერი ცხიმი, ხო? ან იგივე ვიტამინები ძალიან ბევრი მიიღე, ხო? ან ცოტა მიიღე, მაგალითად, აი კვებითი აშლილობის ერთ-ერთი მიზეზთაგანი, მაგალითად, თუთიის ნაკლებობა, ქრომის ნაკლებობა და ასე შემდეგ, ხო? ეს ბაქტერიები სხვანაირად იქცევა. შენი ორგანიზმი სხვანაირად იქცევა და საკვებმა შეიძლება გამოავლინოს დეპრესიაც, შფოთვაც და მთელი რიგი ობსესიური კომპულსიური აშლილობები და ასე შემდეგ. და ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ გიფიქრიათ, რომ აი ამ ადამიანს აექნებოდა ეს პრობლემას ჯანსაღად რო ეჯამა. ხო, კი, აი ეს ფასტფუდები, ჩიფსები, ეს იცით ისეთი თემაა. ეს აი აბსოლუტურად გასაგებია მესმის თქვენ რას მეკითხებით. მე ვამბობ, რომ ეს საკითხი, ეს პრობლემა იქნება
სანამ სოციუმში ეს კულტურა რომ თქვათ ჯანსაღად იკვებოს ის ჯანსაღი ძვირიღებს და ამიტომ ჭამს იმ უბედურებას ხო ესე იგი დილით დგება გამორბის სამსახურში მე გავა ერთ ნახევარსაათში წაიცმუცნება და ყველას არ აქვს საშუალება იკვებოს იმეთი რა ქვია ზღვის ელიტარული პროდუქტებით. თუმცა იქაც ძალიან ბევრი საფრთხე გველოდება ხოლმე. ამიტომ ეს მომენტია ზღვის პროდუქტებში. ზღვის პროდუქტებში კი ბატონო, ხო, მაგრამ ვამბობ რომ ისიც სამწუხაროდ გასაგებია, იმიტომ რომ ეს თვითონ დაბინძურებულია ის თევზი, ამ ეს კუმულაციას პატარა თევზი, ის დიდი თევზი შეჭამს იმაში დაგროვდა მე კიდე შეჭამს ეს გავიგეთ ეკოლოგიური, მაგრამ ხომ არის რაღაც შედარებითი ყველაფერი. კი. აი რესპექტაბელურ რესტორანში რომ უფრო გემრიელი და კარგი ხარისხი, სამაგიეროდ უფრო ძვირი. ამიტომ ის ყიდულობს იაფიანს და შესაბამისად დაავადებების მეტი წილი მოდის ღარიბ სეგმენტზე. იმიტომ რომ უხარისხოთი იკვებება. მე ძალიან ბევრი ჩიზკეიკი მაგრამ ასეთი მე არ გამოსიჭას. ძალიან დიდი მადლობა მიხარია. ასევე კვებითი დანამატები ჩვენ შევეხეთ, რომ ადამიანები ხშირად თვითონ თავისით იღებენ, აი ის რომ თქვა D ვიტამინს, მაგნეზიუმს ძალიან ხშირად გვესმის, რომ საშუალო მაჩვენებელზე ქვევით არის მოსახლეობაში D ვიტამინი, ამიტომაც შეგვიძლია თავისუფლად მივიღოთ თქვა 10,000 ანიაბი დღეში ერთხელ და ეს არაფერს არ დაგვიშავებს და შეგვიძლია დანიშნულებას არ დაველოდოთ ექიმიდან. თან საკმაოდ ძვირი ღირს D ვიტამინის ანალიზი და ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გადაიმოწმოს. შემდეგ ასევე აი სხვადასხვა დანამატები ხო რომ ვერანაირად ვერ შევივსებთ ამა თუ იმ ვიტამინს თუ არ მივიღეთ პერორალურად ან რამე კაფსულების სახით. ხო და აი ამ შემთხვევაში თქვენ საით უფრო იხრებით? ისეთ რამე ვიხრები გამართული სწორი ჯანდაცვის სისტემის ორგანიზებისკენ. მოსახლეობა არის გაღარიბებული. ეხლა რომ ვუთხრათ, თქვენ არ მიიღოთ D ვიტამინი და თუთია და სელენი და E ვიტამინი და ეს ბოსველია და კიდე რაღაცა გვირილა და კიდე არ ვიცი რა, ექიმის გარეშე. ამ ადამიანებს არ აქვს საშუალება ექიმებთან იარონ. ექიმთან ვიზიტი 80, 120, 150 ლარი. ანალიზით საკმაოდ ძვირი. ანალიზი იტვირთება, კლინიკა ტვირთავს, სჭირდება, არ ჭირდება, ეს კიდე ცალკე თემაა, ხომ? ეს 300-400 ლარი როგორც არაფერი. მერტო ჩემო ამან თელ თავის ხელფასი და პენსია თუ აქ დატოვა რანაირად, ხომ? ანუ ორგანიზებაა ჯანდაცვის ისეთი, ხო? ეს ერთი საკითხი. მეორე ყველას უნდა კონსულტაცია, არავის არ უნდა თვითნებურად, თვითმკურნალობა, მაგრამ იძულებულია ამ ფაქტის გამო მიიღოს. D ვიტამინი აუცილებელია, მაგრამ განა ყველა დანამატში და ეგრეთ წოდებულ წამალში, რომ აწერია D ვიტამინი, განა D ვიტამინი არის, ანუ ფალსიფიცირებული ხომ არ არის. ეს ერთი, აი რამდენად ორიგინალია, ეს ერთი. მეორე, ეს D ვიტამინი K ვიტამინის გარეშე იმუშავებს, როგორც საჭიროა? ხო. და K ვიტამინი შედედებას აძლიერებს და ეგება და თუ მიდრეკილებაა, თრომბოფლებიტია, იქ თრომბ წარმოქმნა, იქ ჰორმონული დისბალანსია, იქ რაღაცა წყალს არიღებს და ნახეთ, ექიმი გჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში. AI ვერ შეცვლის ექიმს. AI-ის დიდი ცოდნა აქვს, მაგრამ თავარ პასუხისმგებლობა არ აქვს მას. მესამე არის ბევრი ისეთი რაღაცა, თქვათ, რომ შეგიძლია, თქვათ, ექიმის გარეშე, ხო? მაგრამ მასე შეიძლება მაგალითად ახლა აი ბადრიჯანი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ნაღლის ბუშტი თუ გაწუხებს ვერ გამოიყენებ. ნიგოზი ძალიან სასარგებლოა, ეს ომეგა-3 და ესენი მასშიც არის, ხო? ახლა უბრალოდ იქ როგორც თევზში, ახლა ეკოზაპენტაინი და დოკოზაჰექსაინი კი არა, მაგრამ არის ეს რაღაც, ხო, კარგი, უჯერი ცხიმები. მაგრამ ღმერთო ჩემო თუ გასტრიტი გაქვს და ეს ანუ საკვებმაც შეიძლება გაწყინოს. და რა გასაკვირია ბიოაქტიურმა დანამატმა რომ გაწყინოს და მე დააბრალებ რომ იმან მაწყინა. ამიტომ დიეტოლოგის რჩევა. აი ვალეოლოგია, ანუ ჩვენ ვსწავლობდით მოძღვრებას პათოლოგიის შესახებ. პათოლოგია, ანუ ტანჯვი, პათოს ნიშნავს ტანჯვა. სხვადასხვა იცით საიდან მოდის, მე კი ვიცი, მაგრამ შეგახსენებთ რომ თქვენ იცით, პაფოს კვიპროსზე იყო ესეთი ქალაქი, რომლის სანაპიროზეც დაიბადა აფროდიტე. აფროდიტე კვიპრიდა.
კვიპროსიდან, აფროდიტე კვიპროსიდან და აი ამ პაფოს, აი ამ ადგილას ეწოდა ესე იგი აფროდიტეს ადგილი, ხო? პაფოსი ნიშნავს ვნებას. აი პათოსით გამსჭვალული ლექსი და ამავდროულად პათოლოგია. ანუ პათოსი ვნება უკიდურა ფორმითო არისო ავადმყოფობა პათოლოგია. ანუ ერთი და იგივე არის აი ესეთი ორი სხვადასხვა იდეის მატარებელი ეს ერთი ფუძე. ჩვენ ვისწავლეთ პათოლოგია, მაგრამ ჩვენ არ ვისწავლეთ თუ ვერ ვისწავლეთ ჯანმრთელობის ფენომენი. აი საჰიგიენური თქვათ ეს ისევ სწავლობდით რომ აი ვაიმე კაცო ამ მტკნარ წყალში ამდენი უნდა იყოს და მარილიან წყალში ამდენი და იქ ასეთი და ეს გვეგონა რომ რაღაც საზუთხი. თურმე ჰიგიენა ყოფილა საწყისი. აი ეს ჰიგიენა ეს მე რეიგებ უკვე ამას იმ სტუდენტობის დროს ვერაფასებ ამ ცოდნას. ანუ მთავარი არის კვების ჰიგიენა, ფიქრების, ემოციების ჰიგიენა, რომ ენერგია არარენტაბელურად არ დახარჯო. აი როგორც ბულემიაზე და კომპულსიაზე მოგახსენეთ, აი ჭამ იმიტომ რომ სუმშია, თუ ჭამ იმიტომ რომ მეჭმევინება. ეს რო გაარკვიო, აბა სამედიცინო ცოდნა სჭირდება და სამედიცინო ცოდნა ყველას არ აქვს, ამისთვის არსებობს ის ექიმი, რომელიც მიუწვდომელია. ანუ პრობლემა არის არა იმაში, რომ ეს მავნია და ეს კარგი. ყველამ ვიცით რა არის კარგი და რა არის ცუდი მეტნაკლებად. ჩვენ არა გვაქვს სისტემა, სტრუქტურა, რომ ადამიანები დავიცვათ, გადავარჩინოთ და ის იძულებულია, იმის არ იყოს, რომ აი რატო ცხოვრობ ამ ქმართან, ხო გაგამწარაო, ხო გცემსო, შეურაცხყოფას გაყენებს. აბა რა ვქნა, ვინმესთან ხო უნდა ვიცხოვრო. ხო, აი სახელმწიფო. ნუ და ნუცა რო იყო პატარა სკოლაში რო დადიოდა აპროტესტებდა ყოველთვის რომ რატო არ გვასწავლიან აი მაგას ჰიგიენას, ჭამას, როგორ უნდა ვიკვებოთ, რა არის ჯანმრთელობისთვის, კაი რა არ არის. სულ პატარა იყო და უკვე ქონდა ეს სურვილი რომ ესეთი რაღაცეები ბავშვობიდან ადამიანს ცოდნოდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენად შესაძლებელია რომ აი ჩვენ რაც დავაზიანეთ უკვე ორგანიზმი, თქვა არასწორი მკურნალობით ჩემ შემთხვევაში, აბსოლუტურად მაგ მიმართულებით რომ არასწორად ვიმკურნალ დამეწყო მეტაბოლური სინდრომი და ნუ ეს მიყურებდნენ რომ არაფერ შუაში არ არის და ვერ პოულობენ მიზეს და ნუ მერე კი აი იმაზე ჩაძიებით კითხვით ძალიან რთულად, მაგრამ მივაგენი მიზეს, მაგრამ ესე მარტივად არ იკურნება უკვე ის რაც თქვა 15 წელი მიდიოდა усვლით. იგივე თქვა რა იკვებები ასე მძიმე მეტალებია ორგანიზმში თუ სხვა რამე. როგორ ხდება ამის რეგენერაცია? ანუ გვაქვს საშუალება ჩვენი ორგანიზმი გვაძლევს იმის რესურსი გაგვაჩნია რომ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. რასაკვირველია ადამიანის სხეული ეს ისეთი ფენომენია ამას რომ ჩაუღრმავდები. აი წარმოიდგინეთ. აი ყველა ჩვენი უჯრედი. ხო? ერთი და იგივე გენეტიკური აპარატია ყველგან. ხო? მაგრამ ღვიძლია თრიგმეთ შერჩევით ექსპრესია გენების. ხო, ნახეთ, ერთი და იგივე, მაგრამ აი როგორც კლავიატურაზე, ხო, ერთი და იგივე ნოტები, მაგრამ რამხელა მრავალფეროვნებაა მუსიკის. აი ეს პიანისტი ვინ არის? ეს ვინ არის, ხო? ყველა უჯრედი ჩვენს სხეულში რასაც აკეთებს წუთში 100,000 სხვადასხვა რეაქციაო, წუთში 100,000 სხვადასხვა რეაქცია და ყველაფერი შიგნით ეს რაც ხდება გრელინი, ლეპტინი, ის პეპტიდი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი და ეს ხომი აბსოლუტურ წყდიათში მიმდინარეობს. ყველა უჯრედში ბნელა. ჩინეთში ააშენეს ახლა რობოტიზებული ქარხანა, სადაც განათება არ არის. რა თუნდაც რობოტებს განათება წარმოგიდგენიათ? ანუ ის გაიმეორეს, რაც ჩვენი ეს მიკრო ნანო რობოტები აკეთებენ. თქვენ რო აი უჯრედი გაზარდოთ, აი თქვათ აი ამ ოთახის ხელა, ხო? და ეს ნახოთ ეს კონვეიერები, ლიფტებია, ექსკალატორებია, ეგ თავისი სატვირთო მანქანებია, თავისი ის არის სანიტრები არიან, პოლიციელები არიან, ისე განაწილებული. აგებულია თავისუფალი აუცილებლობის პრინციპზე. ეს ისია გათვლილი, აქ ისეთი გნოზისია, რომ ამას აქვს უკიდეგანო შესაძლებლობები. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ეს შესაძლებლობები როგორ ავამუშაოთ. აი ტიბეტში არის ესეთი პრაქტიკა ტუმო, ასე ქვია. ტუმო ეს ნიშნავს აი შინაგანი ცეცხლი. ეხლა იქ ხო ცივა ძალიან და ხო? და არ არის საშუალება და გაითბონო, ხე არ არის ტყე, არ არის არაფერი, ვისაც აქვს ეხლა ეს ხო? და როგორ თბებიან? ფსიქიკური ენერგიით, თავს ითბობენ.
და ეწყობა ჩემპიონატი, ბრჭყალებში ჩემპიონატი, ესე იგი შიშველი -20 გრადუსია ხო ავტორინა, წარმოიდგინეთ, თოვლში და შიშველი ეს სტუმოს სოსტატი ჯდება, ესე ლოტოსის ფორმაში რაღაც რასაკეთებს კაცმარიძის და მოახურავენ სველ აბანოს პირსახოთს და აშრობს. 8-10 პირსახოთი შეუძლია გააშროს. აი ხა როგორია? აი გული არ ემორჩილება ნებასო. იმასთან ემორჩილება გულის მუშაობას ანელებს. მე აჩქარებს. მე აღარ ვლაპარაკობ სხვა პრაქტიკებზე, ხა რაღაცა ხო, ანუ ეს ისეთი პრაქტიკებია, იოგა ქვია ამას, ფსიქოსომატური ქვია თუ რაც ქვია, გვაქვს, ჩვენ არ ვიცით როგორ ავამუშაოთ. ჩვენ არ გვაქვს დროული სათანადო სამედიცინო სერვისი. არის სამედიცინო ბიზნესი. მაგრამ აი ეს ხო ჩემი ახლობელი არის ეგთან 24 საათიანი მორიგეობა 24 საათიანი ყირაზე გადადის 105 ლარია ხელფასი აი ეს მორიგეობა ესე იგი ცოცხალ მკვდარი მიდის ერთი დღის მერე სახლში მერე გამოიძინებს საღამოს მეორე სამსახურში მიდის რომ საარსებო მინიმუმი ოჯახში შეიტანოს რა სერვისზეა საუბარი მიხდით რაზეა აგარ აშოშია პოლიტიკა უბრალოდ ეს აისახება ჯაჭურად ყველაფერს თორე ცოდნით გადასარევად ვიცით ჩვენ არ ვიცით აი ეს მოჯადოებული წრე როგორ გავარღვიოთ რომ რეგენერაციამდე და სარეგენერაციოთ რომ მიდგება საქმე ნათქვამია რომ თუ ქვეყანაში კარგად განვითარებულია ქირურგია ეს ნიშნავს რომ იქ მედიცინა მოიკოჭლებს მედიცინა რა განაის რომ ქირურგია მედიცინა არ არის აი თავარი ღერძი ეს არის თერაპია თერაპიაა სუსტი სანამ არ მოკვდება არ მიდის და რო უკვე ცუდად არის იმას თერაპია აღარ შველის და თერაპია რატოა სუსტი რატო ვერ ეხმარება თერაპია იმიტომ რომ ჰიგიენაა ნული ანუ პროფილაქტიკაა ნული პრევენციაა ნული მედიცინის წვერვალი ეს არის პრევენცია ჯანსაღი კვება ჯანსაღი ფიქრები ჯანსაღი ურთიერთობები შენ ცხოვრობ ისე როგორც მეტყველებ აი რა სიტყვებსაც იყენებ ისეთია შენი ფიქრები და რა ფიქრებიც გაქვს ისე არის შენი ნერვული სისტემა აწყობილი აქედან გამომდინარე თუ არ შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება გლობალური საკითხებისადმი ჩვენი მაცივარი ცარიელი იქნება ჩვენ ვიქნებით ფასტ ფუდებს ჩვენ ვიქნებით საღეჭ რეზინზე და ეს საღეჭი ანუ ჟუვაჩკაზე რომელიც ფიზიკურად ჟუვაჩკა ასევე მენტალური ჟუვაჩკა არის ესეთი კურპატოვი დოქტორ კურპატოვი რომელსაც ძალიან კარგი კურსებიცავს გავლილი არაჩვეულებრივი და აი ეს ეგრეთ წოდებული უკაცრავად და ჟუვაჩკებით ჩვენი ცხოვრება აღმოჩნდა ინტოქსიკაციის კოლაჟი ვიწამლებით საკვებით, ვიწამლებით ფიქრებით. ხო, აი ამიტომ ამას სჭირდება მხოლოდ გლობალური მიდგომა. მედი მაქვს რომ ჩვენ მოვესწრებით ამას აუცილებლად. დიდი მადლობა. შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის რომ უკეთესი იყოს ეს მიმართულება. ბოლო კითხვასაც დავსვავ. თქვენი კვებით რაციონსაც რომ მოგვიყვეთ, აი რას ანიჭებთ უპირატესობას და რა არის თქვენთვის პრიორიტეტი? იცით მე მადლობა ეს პირადი შეკითხვა და ეს რაღაც მაგალითი პირად მას შეეხო ახლა მეც კი მეკითხებიან ესე იგი მე რას ვჭამ თითქოს ეს ვინმე საინტერესოა მაგრამ მოდით ჩავთვალოთ რომ ეს საინტერესოა მე ვიყავი ესე იგი 17 წლის როდესაც ნევროლოგიის ინსტიტუტში სანზონაში მივცხოვრობდი პირდაპირ მოკლედ და ესე დიდი ნაცნობობით ეს საბჭოთა პერიოდია და როგორც იქნა გამაფორმეს სანიტრად, იმიტომ რომ ვაპირებდი სამედიცინოზე ჩაბარებას და ასეთი წესი იყო, სანიტრის სტაჟი უნდა გქონოდა. და მე მოვხვდი ესე იგი მიმღები, ესე იგი ემერჯენსი, ესე იგი და მე ქვევით სარდაფი, სადაც იყო ესე იგი სასექციო ნაწილი, სადაც ესე იგი მიცვალებულებს ინახავდნენ და იქ მევალებოდა სანიტრის ფუნქცია. და პირველად იქ ნახე მე გარდაცვლილი ადამიანი. ესეთი შეხება, ესეთი. და ეს არაერთი არამედ რამდენიმე თეთრი ზეწარი გადაფარებული და აი სხვა რეალობას რო შეეჩეხები. აი უცებ ეს ხო შოკია. გარდა ეგზისტენციური შიშისა რო ეს არის მყარი. კიდევ რაღაცაა. თან მე მაქვს პრეტენზია რომ მე უნდა ვიყო ექიმი და მე ამის არ მეშინია და ამიტომ გული ამოვარდნაზე მაქვს, მაგრამ არ ვიმჩნევ, ესე ვდგევარ და იყო ესე იგი თავის ტრეპანაცია, კეთდებოდა და მე მახსოვს ეს ხმა ბურღის ეს სპეციფიკური ეს და
მე მივხვდი რომ ეს იყო ძალიან საინტერესო სხეულის შესწავლა, მაგრამ ამან იმოქმედა ჩემს კვებით ქცევაზე. თითქმის 5 წელი ვიყავი მკაცრად ვეგეტარიანელი. მე ვეღარ შევჭამე ხორცი. ხო. იყავით თუ ახლაც ხართ? მე ხო, აიცით ეს ის თან ეს პერიოდი ესე 1988 წელი, 99 მე იმ პერიოდში მე დამეწყო ესე ვითომ ფილოსოფიით გადაცება, დამეწყო ინდური პერიოდი, რომელიც დიდხანს გამიგრძელდა პერიოდული ესე სინოკოსინოიდური გამწვავებებით. მე ეს ჩემი ახირება რომ ვერ ვჭამდი ხორცს, სუნით დაწყებული, ვიზუალით დამთავრებული, მივაბი იმას რომ აჰა, აი ვეგეტარიანობა ამავდროულად ზნეობრივი აქტია. ეს გამოვიყენე და ამან იმუშავა. მე ეს რწმენის შემდეგ ცხოვრება დამიდგა. ანუ ეს ეიფორიამ რო გადამიარა და ღმერთო ჩემო ეს ტრანსცენდენტური და იმანენტური და აი ჰუიტელი ამბები და ეს ქაშმირული შიბაიზმი და ეს ფსევდოდიონისი არეოპაგელი და ეს პარალელები და აი ჰუი მე ხო გადაიარა და დადგა ჟამი ცხოვრება რწმენის მერე. მე კი მოუბრუნდი ხორცს. დავეცი. მაგრამ ეს ხდება იშვიათად. ვწოდავ, მაგრამ იშვიათად. კი, რაციონი შეიცვალა სოფლხედველობის ხო. მაგრამ იცით, როდის კიდე გადავდგი ნაბიჯი რომ ცხოველური მიმიღო, სიზმარში ვხედავ რომ ხორცს ვჭამ. ანუ მე ვძალადობდი ჩემ თავზე რომ არ მეჭამა, იმიტომ რომ აი ეს ბოჩოლა, რომელიც ტირის და ღმერთო ჩემო ეს სოსისი და ეს როხის ხორცი და ეს სამწვადი და მე მესმის რომ ეს ზნეობრივია, მაგრამ თხოვდა უკვე სხეული. და მე წავიკითხე ერთ ძალიან საინტერესო ესეთი ფრაზა, რომ ისა მოწაფეს ეუბნება გურუ. რომ აი მე ლოცულობ ერთ ამბავში ვარო მანტრებშიო ესე ვარო და არ მოდის ეს გასხივოსნებაო ეს სად არის ბუდაო რატო არ ესმის ჩემიო და იცი რაო შენ თუ შენ ლოცულობ ყველაფერ ამაზეო ისე რომ არ გესმის რასაკეთებო მოდი რა ნუცდი ბუდას ნებისყოფასო რა მოთმინებასო მიხედე შენ თავს დაბრუნდი ერშიო და როცა მომწიფდები მე მოდიო და აი ეს აი ნუცდი ბუდას მოთმინებას ეს წამომაგვაბან რომ მე ძალადობ ჩემს სხეულზე და ფიქრებზე ეს ნიშნავს რომ მე ბოლომდე არა ვარ ამ რწმენაში აქ არის საუბარი რელიგიაზე აი ჰუმანურ აქტში ბოლომდე და ხო და მე შევჭამე ხორცს დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ნამდვილად არ მეთმობით, მაგრამ ვიცი რომ დიდი დრო გავიდა და უნდა გაგიშვათ კიდე შევხვდებით თქვენ ლექციებზე, ჩვენ გადაცემაში სიამოვნებით კიდე დაგპატიჟებთ და მინდა დამშვიდობებისას აღვნიშნო რომ ჩვენ ვიმყოფებოდით გრილი და მელოდიის სახლში, აი ამ არაჩვეულებრივ გარემოში, სადაც არის ბევრი სივრცე, როგორც ხედავთ, ეს შიდა დარბაზი, ვერანდა, გარე ვერანდა, აზიური კუთხე და ძალიან მრავალფეროვანი მენიუ აქვს, ასევე მუსიკალური პროგრამები და ყველა ადამიანის გემოვნება სერგება ეს ადგილი. ასევე მინდა გადმოგცეთ თქვენ საჩუქარი. ეს არის არაჩვეულებრივი ესპანური ღვინოები. პატანეგრა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან გესიამოვნებათ. ეს წითელი სხვადასხვა პატანეგრა არის ექსკლუზიურად სპარში, ეს არის ესპანური ტრადიციებით დამზადებული უგემრიელი სიღვინო, როგორც თეთრი, ასევე წითელი. თქვენთვის ესე ბოკალ ღვინოსთან ერთად, რომელიმე საღამოს თქვენ საოცარ ფილოსოფიურ საუბრებს ძალიან მოუხდება. ნამდვილად. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, ასეთ საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის და მე ძალიან მიხარია რომ გაგიცანით პირადად. ძალიან ხშირად გახსენებდით ხოლმე და აი ყველა მიცის ჩემს გარშემო რომ მე ვარ თქვენი აი მართლა აი ხო არის რომ დაირჩიო მენტორი და ჩემთვის მენტორი ხარ და ძალიან მიხარია. მერთო ჩემ. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და მე დამპირდით რომ აი ამ ჩემს ლუკმა ჩიზკეიქს გამატანთ. კი, აუცილებლად გაგატანთ, გვაქვს კონტეინერები და არ იქნება პრობლემა. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოდივართ უყურებთ ჩვენს გადაცემას. დაგემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე. თუ რაიმე კითხვები გაქვთ, აუცილებლად დაგვიწერეთ და დაგემშვიდობებით. ნახვამდის.